საუკუნეზე მეტი გავიდა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ 26 მაისი მხოლოდ თარიღი არ არის, ეს არის პასუხისმგებლობა და ბრძოლა თავისუფლების შესანარჩუნებლად. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს მსოფლიოს საკუთარი ხმა კიდევ ერთხელ გააგონა. თბილისში ეროვნული საბჭოს მიერ გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და შეიქმნა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა კავკასიაში. ეს იყო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელმაც მრავალსაუკუნოვანი ბრძოლა თავისუფლებისთვის რეალურ სახელმწიფოდ აქცია. დღეს 26 მაისი საქართველოს ეროვნული დღესასწაულია. დღე, რომელიც არა მხოლოდ წარსულს გვახსენებს, არამედ ქვეყნის თავისუფლების, ერთიანობისა და თვითმყოფადობის იდეას აერთიანებს. 26 მაისი არის დღე, რომელმაც საქართველოს ისტორიაში თავისუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა დაწერა. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა საქართველოს 1991 წლის 9 აპრილს აღადგინა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისი დარჩა, დღე, რომელმაც თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის საფუძველი შექმნა. მიზანშეწონილად მიგვაჩნია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ რეფერენდუმში გამოხატული ხალხის ნების გათვალისწინებით სოფლიოს ცივილიზებულ ერთა წინაშე გამოაცხადოს საქართველოს დამოუკიდებელი ამ დღეს საქართველო ეროვნული სიმბოლოებით ივსება. ქუჩებში ისმის ჰიმნი, ღიალებს ხუთჯვარიანი დროშა და ადამიანები კიდევ ერთხელ იხსენებენ, რომ დამოუკიდებლობა მხოლოდ მოპოვებული კი არა, შესანარჩუნებელი ღირებულებაცაა. პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სულ რამდენიმე წელი იარსება, თუმცა ამ პერიოდში საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნა, მრავალპარტიული სისტემის განვითარება და ევროპული ღირებულებების დამკვიდრება შეძლო. ეს იყო სახელმწიფოს იდეა, რომელიც თავისუფლებას, თანასწორობასა და ეროვნულ ღირსებას ეფუძნებოდა. საქართველოს ისტორია არაერთ ბრძოლასა და წინააღმდეგობას ინახავს, თუმცა ქართული სახელმწიფოებრიობის მთავარი ძალა ყოველთვის მხოლოდ იარაღში არ ყოფილა. ერის დაუმარცხებლობა მის კულტურაში, თვითშეგნებაში, ენაში, ტრადიციებსა და ერთიანობაში გამოიხატება. სწორედ ამ ღირებულებებმა გადაატანინა ქვეყანას ყველაზე მძიმე პერიოდებიც და შეანარჩუნებინა დამოუკიდებლობის სურვილი თაობიდან თაობამდე. 26 მაისი აერთიანებს სხვადასხვა თაობას, მათ ვინც თავისუფლებით იბრძოდა და მათ ვისაც ამ თავისუფლების შენარჩუნება მოუწევს. გილოცავთ, დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. დღეს, როცა საქართველოს სახელმწიფო დროშა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში აღიმართება, 26 მაისი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ თავისუფლება მუდმივი პასუხისმგებლობაა, ბრძოლა, რომელსაც თითოეული თაობა საკუთარი ძალით აგრძელებს. გამარჯობა. შეგიძლიათ ერთ კითხვას პასუხი გავხსნათ? შეგიძლიათ მითხრათ, რომელ წელს გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა? 1918 წელს. დიდი მადლობა. ვინ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა? ჟორდანია. კი ბატონო. დიდი მადლობა. რამდენ ხანს გაიძულდა საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა? 3 წელი. რომელი ქართული სიმღერა ასოცირდება დამოუკიდებლობის დღესთან ან თავისუფლებასთან? საქართველოს დასახელდა ქალაქი, რომელიც ყველაზე კარგად წარმოსახავს ქართულ სულს. ქართულ სულს? ალბათ თბილისი მაინც. რატომ? ეს მგონია, რომ თბილისი ყველაზე მეტად გამახსენებს. როგორი იყო სახელმწიფოს დროშა დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს? სამფეროვანი დროშაზე კითხულობთ, ალბათ ალისფერი, თეთრი და შავი. შეიძლება ერთი კითხვა დაგისვათ. დიახ, ემეცე. რა არის თქვენთვის საქართველო? საქართველო ჩემთვის არის დედა სამშობლო. მიყვარს ძალიან. პატარა საქართველო, მაგრამ ყველაზე მაგარი, ყველაზე ძლიერი, ყველაზე ლამაზი და ყველაზე ნაყოფიერი. ეს იყო დრო, როდესაც საქართველოს მსოფლიოს საკუთარი ხმა გააგონა. 1918 წლის სწორედ ამ დღეს გამოცხადდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. დამოუკიდებელი, თავისუფალი და ევროპული
სახელმწიფოს იდეებზე დაფუძნებული ქვეყანა. ეს დღე მხოლოდ ისტორიული თარიღი არ არის. ეს არის დღე, რომელიც საქართველოს თავისუფლების იდეას, ეროვნულ მეხსიერებასა და მომავლის რწმენას აერთიანებს. საქართველოს რუბრიანიდან 26 მაისმა ჩამონათა. ერმა მას ჩაშტიდა მაგარი ხელი და უდიდეს შესასწავლად გამოაცხადა. მანიშნო მასში თავისი თავი, თავისი სულიდაგული, თავისი არწყო დამომავალი და თავისი სვებეთი მარგადააბა. ქართველმა ერმა ამ დღეს ვარყო სვეტი ბატონობა და გადასწყვიტა ხილბატონობა. საქართველო ეკუთვნის საქართველოს ხალხს შეძახამა მსოფლიოს და ამ დღეზე ამასურად შეძლო. 26 მაისი არის დაბადების დღე ახალი საქართველოისა. ამ დღეს გამოჩნდა ის ერთი მთლიანი, მორიგებული და ერთი აზრი განხილვა. ამ დღეს გამოჩნდა ქართველი ხალხი შეგნებული, შეგავშირებული და ის შეიქმნა თავისი ცხოვრების, კულტურის და შემოქმედების ამწყობით და დამწყობით. გაუყარა საწინააღმდეგო ახალ ხალხურ და ეროვნულ დაწესებულებად და ახსნა ყველა შექმნილი ატაკები, აზროვნების, შემოქმედების და ხუძრობის. 26 მაისს საერთაშორისო ოჯახს ემატა ერთი ახალი დღე. შევიდა ამოჯახის თავისუფალი რეალური სახით ნახელი არის. საქართველო ისვა 26 მაისს, ისვა თავისუფალაში, ისვა მსოფლიოში, ნაციონალურად, ინტერნაციონალურად.